ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი კოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასი კოდიშვილი გახლავთ. ამ გაბანძებულ ქვეყანაში რამდენი ხანის არ უნდა ვიდგე ფეხზე, ევროპელები მაინც არ მომცემენ ხმას. ხო და წავალ დავშტები. სახელის გატეხვას იხტიბარის გატეხვა გერჩიოსო. კი ახლა ნათქვამი, მაგრამ აბა ჩემს ნამაღლარს რამეს გააგებინე. იხტიბარს არ იტეხს ახლა თორემ სახელს იცოცხლე კაც. აგერ ახლაც ევროვიზიასთან დაკავშირებით ჩემი ნამაღლარი თავის Facebook გვერდზე წერს. ნინა სუბლატი იყო ძალიან მაგარი, თუმცა საქართველოს მიიღო მხოლოდ 51 ქულა. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა, რომელიც ოდესმე მიგვიღია ფინალში. ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძებისა და საერთაშორისო პოზიციების გაუარესებისა. დიახ, მართალია, რაც ეგ წავიდა, იმის მერე წავიდა საქმეც უკან. ო, თორემ მაგის დროს ის 9 კონკურსანტი არ გახსოვთ, კაცო. ევროვიზიის ჯილდოზე რო ჩამოկონდა. ახლა კიდევ ევროვიზიას ვიღა ჩივის, კაცო. აღარაფერი იცის ევროპამ საერთოდ ჩვენზე. კაცო, აბა კითხეთ ერთი რომელიმე ევროპელს, ახლა იცის ის სიმღერა, კალი ხარ, კალი ორა, გიჟი, ტანი გაქვს, ტანი ორა, იცის არავინ. და ჩვენი ჰოკეის ნაკრები აღწევს რამეს, რაც ეს თავრობა მოვიდა? ვერაფერს. და ნობელის პრემია მოგცეს, რაც ნამაღლარი არ არის. არა. და ოსკარებზე წარადგინეს ვინმე ხლა მთავრობის დროს? ხო, მან წარადგინეს, მაგრამ ალბათ ეგეც ისა ნამაღლარის ინერციით. იმიტომ რომ მთავარ როლს მიშა მესხი ასრულებს და არა ბიძინა მესხი. დიახ, ნამაღლარია ჩვენი დრიტა, ჩვენი ალფა, ბეტა და ომეგა, ჩვენი ანი, ბანი და განი. ნამაღლარო. მახსოვს ადრე ამოვდი ჩემმა შვილმა ჩემზე უკეთესის კომპიუტერიო, ხო და მგონი ჯობდა ეხლა არც ეგ გესწავლა. ეხლა რუხი ასფალტი გაიპო და გზაზე გაჩნდა იამა. მას მიეპარა მაია, ამოავსოდა იამა. პარასკევს დილის 8 საათზე ვინც ნუცუბიძის მესამე პლატოზე მანქანით გაიარა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და მის პარტიულ კოლეგასა და მოქმედ პარლამენტარს უჩვეულო ამპლუაში უთუოდ შეამჩნევდა. ზურაბ აბაშიძე უმცროს თანამოაზრეებთან ერთად ცემენტს ზელდა და წყალსა და ტალახს ეზიდებოდა. მლესავების კაფჩით შეიარაღებული მაია ფანჯიკიძე კი ყველამდე საქმეში იყო ჩაფლული. მშვენიერია. უკვე 3-40 ნაკლებია ქალაქში. ჟურნალისტებს და ოპერატორებს ახლა მეტი დრო რომ ქონოდათ, კიდევ უფრო მეტი 40 კი ამოივსებოდა, მაგრამ ესეც კარგია. ამის მერე ახლა დარგავენ 5 ტოტს, გადააგდებენ 2 პარკ ნაგავს, გამოსტყუებენ სიტი პარკს ჯარიმას, სოციალურად გაიჭირებენ და ასე ნელ-ნელა გადმოცემენ ქალაქის ყველა პრობლემას. მაგრამ ისე კაცო, ნარმანიას კომპეტენციაში ხო არ ერევით შემთხვევით, ხო? რა მოგწევა ესე? ჯერ კითხე, იქნება მოწონს ის ორმოები, რას უსებ, თან ახლა ყველა 40 თუ ამოავსე გუბეს ადღა დადგეს მერე. ხალხო, ხმავი მაღლოთ ყველა, გუბებს გვართმევენ, ხალხო. დროზე თუ არ შევაჩერეთ, მალე იმასაც იტყვიან ესენი, ხე ჟანგბაც გამოყოფს და არ უნდა მოუჭრათო. ხო და მიხედოს ნარმანიამ საქმეს, მიხედოს, თორემ თავისუფალ დემოკრატები ახლა დიდი პარტიაა და წევრებს შორის თუ არა, აქტივისტებს შორის მაინც ერქმევა რომელიმეს მერი. რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, გაუდგნენ გზას და მიადგნენ ორმოს. რწყილი ეკითხება, მე გადავხტები და შენ რა გეშველებაო? და ჭიანჭველა კიდე პასუხობს, მე თავისუფალ დემოკრატებს დავუცდიო. ნამაღლარი ამბობს, ისეა საქართველოს გაბანძებული, ევროვიზია ხო ვერ მოვიგეთ და გაისად ნახეთ, ამათ ხელში ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავა ჩვენი ნაკრებიო. ნამაღლარის დაჭერა არის ძლიერ ადვილი. საჭიროა ამისთვის მხოლოდ ერთი ადგილი. ძალიან მეწოდება ბატონი სააკაშვილი. როგორ წარმოგიდგენიათ რომ მე ჩვენს ძვირფას დროს გამოვიყენებ, თუნდაც მერკელთან როგორ შეიძლება რომ ლატვიის პრეზიდენტთან პრემიერთან ვისაუბრო სააკაშვილზე. ვინ არის სააკაშვილი? ის არის წარსული უბრალოდ. და მით უმეტეს რატომ უნდა შემეწუხებინა თუ გადმოცემაზეა საუბარი და წაყვანაზე. მე მაქვს ერთი ადგილი შემიძლია გავიყოლო. კაცო, გამოიხედეთ აქეთ. ნუ აცდენ თქვენ პრემიეროვის უაზრო თემებით. ნუ აცდენ, საცალია ახლა მაგას ნამაღლარზე სალაპარაკოთ. იმ 9 წელზე აქვს სალაპარაკო.
და ნამაღლარის ჩამოყვანო თუ უნდა ეხლა ულაპარაკოდაც ჩამოიყვანს. ხო, რა იყო რა? ცოტა ჩამოსაყვანი ჩამოუყვანია აქამდე? დაო, ცოტა კი არა სულ არავინ. იმიტომ რომ სხვა დროს ადგილი არ აქვს ხოლმე, ხო? სადმე რომ მიდის, ადგილ სპეციალურად არ იტოვებს. მარგველად ჩემი რო არა უტყდეს რა, ესა მე ჩამსვი. ნამაღლარის ჩამოყვანას კიდევ რა უნდოდა კაცო? დადგებოდა პრემიეროვიჩი აეროპორტში და დაიწყებდა ყვირილს. აბა თბილისი გადის, თბილისი, ერთი კაციც და გავდივართო. ნამაღლარსაც რა გაშიეკავდა კაცო, ეგრევე დურთავდა თავს თვითფრინავში. თუ ეხლა თვითფრინავი არ უყვარს თუ უფასოდ მგზავრობა. და პრინციპში რა ქნას კაცო, ბილეთის ფულს სულ ახლობლები და სტუდენტები უგროვებენ ხოლმე. რაო? და თუ ასე რატომ არ ჩამოიყვანა? რატომ ეხლა პრემიეროვიც მარტო ერთი ადგილი ქონდა თავისუფალი, ერთი ხო. ჩამოსაყვანი კიდე მოგეხსენებათ ბევრია. ხო და ქართველების ამბავი არიცით. ამარო დაიძახა ერთი ადგილი და გავდივართო მოაწყვენ ეთყობა სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, ახალაია, კარდაბა, თოფურიძე, პრემიეროვიჩიც გაბრაზდა და არც ერთი არ წამოიყვანა. ხო კაცო, ეს იქნება მიზეზი ნამდვილად. აბა ეხლა იმას ხო არ ვიფიქრებ, რომ პრემიეროვიჩმა მოგვატყუა და სინამდვილეში ნამაღლარის ჩამოყვანის ერთი ადგილი არ ქონდა და არც არასოდეს ექნება. დემოკრატია ბერძნული სიტყვა და ყველას თავისებურად ესმის. ჩვენთან გასაოცარი დემოკრატიის პირველი სხივები უკვე გამოჩნდა. ჯერ მართალია ევროპა ვერა, მაგრამ აი ნუგზარ ციკლაური კი ნამდვილად გაოცებული. ნუგზარ ციკლაურისთვის სრულიად გასაგებია, რატომ არ სურს საკაბელოებს ყველა ტელეკომპანიის ჩართვა. ჩემთვის რომ ეთხოვა ვინმეს მარქსის კაპიტალი დაბეჭდეო, არ დავბეჭდავდი, განაცხადა ნუგზარ ციკლაურმა. დედა ჩემი სიკვდილი. სხონებული მარქსი რო ცოცხალი იყოს, აკლა საფლავში გადაბრუნდებოდა და მე ისევ გადმობრუნდებოდა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეხლა, მაგრად ეკიდებოდა ნუგზარ ციკლაურს მისი ნაშრომის დაბეჭდა რომ არ სურს. არა და კაცო, ერთი შეხედვით ნუგზარი ხომ დემოკრატიის ფლაგმანია, ინტელექტუალი, მწერალი. და რა გააკეთა ამ ერთი შეხედვით მწერალმა? ქართული ტელეკომპანიები მარქსის კაპიტალს შეადარა. არა, გეუბნებით მე თქვენ კაცო, არ გვინდა ეს დემოკრატია, წენს მეთქი, ხო? აღარ არის ნუგზარს დომებია. ხო და მოდი გავაკეთოთ წუგზარკრატია, ხო? იყოს ყველაფერი ისე როგორც ნუგზარს სურს, ხო? ვუყუროთ იმ ტელეკომპანიებს, რომელსაც ნუგზარი მოისურვებს. ვიკითხოთ ის სიგნები, რომელსაც ნუგზარი დაბეჭდავს. ჭამოთ ის საჭმელი, რომელსაც ნუგზარი შეგვირჩევს. არ არის ინტელექტუალი თვინიერ ნუგზარისა და კარლ მარქსია ფეხის ფრჩხილის ფასი მისი. ღარიბაშვილი ამბობს, სად მქონდა ახლა იმდენი დრო მერკელთან მიშაზე რომ ელაპარაკაო? აბა რაზე ელაპარაკეო? ბიძინაზეო. დეპრესიაში ჩავარდილი მარქსი ზის ბარში. შეშფოთებული ენგელსი ეკითხება, წვერი რატო გაქვს მოშვებული, ვინმე ხო არ მოგიკვდაო? და ის კიდე პასუხობს, არა, ნუგზარ ციკლაური კაპიტალს არ მიბეჭდავსო. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე.